მხატვარი მარიამ მოდიშვილი შემოგვიერთდა. მარიამ პერსონალური გამოფენისთვის ემზადება. ექსპოზიცია ხელოვნების სასახლეში 17 დეკემბერს გაიხსნება. დილამშვიდობის მარიამ, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. აირჩიე მარიამ, ძალიან საინტერესო სათაური აქვს გამოფენას. აირჩიე მიმართულება. მოდით თავდაპირველად ამ სათაურით დავიწყოთ. რატოში იარჩიეთ ამ გამოფენისთვის ეს სახელწოდება? რა იქნება გამოფენილი? შემდგომ უკვე დაწვრილებით ვისაუბროთ. და ამ მიმართულება აირჩიეთ თავად როგორც ხელოვანი და მხატვარი. ესაგებია. გამოფენის სახელწოდება ვარჩიე ერთ-ერთი ნამუშევრიდან. თავდაპირველად მქონდა ეს ნამუშევარი, თუმცა შემდეგ რომ შევხედე მთლიან ექსპოზიციას, მივხვდი რომ უბრალოდ ამ ნამუშევრის სახელწოდების ქვეშ უნდა გაერთიანებულიყო მთელი ამ ნამუშევრების თემატიკა. უკავშირდება ჩვენს ყოველდღიურ არჩევანს, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესს, ინტროსპექციას თუ სულიერ მისწრაფებებს. ეს ყველაფერი გავაერთიანე ამ ერთი სახელწოდების ქვეშ და ამ სათაურმა მოიცვა ასევე ჩვენი თვითშემეცნების პროცესიც, იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღიურად თითქოს იმაზე ვფიქრობთ, თუ რა არჩევანი გავაკეთოთ და ცხოვრებისეულ გადაწყვეტილებებზეც ხშირად ეს მოქმედებს. ზუსტად რომ 25-მდე ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა მედიაში შესრულებული ტილოზეთი აკრილი გუაში. სარკისებრი მუყაო, რომელმაც ბოლო პერიოდში დამაინტერესა ამ მასალამ. არის ნამუშევრები სპეციალურად ამ გამოფენისთვის შეიქმნა? არის ნამუშევრები, კი, ეს არკისებრი მუყაოზე ძირითადად ამ კი, იმიტომ რომ სარკისებრმა მუყაომ დამაინტერესა, იმიტომ რომ ერთგვარი ამრეკლავი ობიექტები გახდა, რომელიც ირეკლავს დამთვალიერებასაც და დამთვალიერებას შეუძლია გახდეს უშუალოდ ნამუშევრის ნაწილი კი და ეს არის ერთგვარი მდგომარეობაც რეალურსა და ილუზიას შორის. თავს თამაშივით გამოდის და როდის დაიწყე საერთოდ, როდის დაინტერესეთ ხატვით და ეს არ არის პირველი გამოფენა როგორც იცით? ეს არის ჩემი მეორე პერსონალური გამოფენა. პირველი გამოფენა მქონდა 2 წლის წინ გალერეა გამრეკელში და ეს არის ჩემთვის მეორე პერსონალური გამოფენა. ხატრობით დავინტერესდი ბავშვობიდანვე, როგორც ყველა ბავშვი მეც ხატავდი, თუმცა შემდეგ მოგვიანებით ბავშვი ვერ ვიტყოდი, მინდოდა მეხატო, მაგრამ არ გამოდის. ყველას მაინც აქვს ხოლმე მცდელობა. ჯღაბნით. მცდელობა და სურვილი ხომ მქონდა რომ დაგეხატა. როგორც იცი, ყველა ბავშვი. შემდეგ როგორც შეისწავლეთ თუ მოყვარულ მხატვრად ჩამოყალიბეთ? შემდეგ უკვე შევისწავლე სამხატვრო აკადემია დავამთავრე, შემდეგ ვსწავლობდი პარიზის ხელოვნების უმაღლეს სკოლაში. და უკვე ამ მიღებული გამოცდილებიდან გარემო, რომელმაც კიდევ უფრო შთამაგონა, პედაგოგებმა, რომელმაც დიდი გავლენა იქონიას. კი, სწორი მიმართულება ჩამომიყალიბეს და ახალი ხედვების გააჩინეს ჩემში. და ამის შემდეგ უკვე მივხვდი, რომ ეს იყო ის სფერო, სადაც მარიამ, ამ გამოფენაზე, ამ ნამუშევრების მიხედვით, შეგვიძლია თუ არა ვისაუბროთ იმაზე, თუ იმ კონკრეტულ პერიოდში რა განცდები, რა ემოციები ქონდა ვთქვათ და როგორ ყალიბდებოდა შენში პიროვნება, მხატვარი და ვთქვათ აი ამ დროთა სვლასთან ერთად მოხდა თუ არა ცვლილება, ასე ვთქვათ, შენი ნამუშევრების მიმართ დამოკიდება. რა თქმა უნდა, დიახ. ზერთადი ინსპირაცია მოდის მოვლენებიდან, ადამიანებიდან, რომელსაც ხვდები და ის ქალაქები, სადაც ცხოვრობთ, ზერთადი ინსპირაცია მოდის აქედან და შემდეგ უკვე ემოციების სიმძაფრიდან გამომდინარე ამ ახალი გამოცდილებებიდან ეს ძალიან მოქმედებს მხატვრობაზეც, იმიტომ რომ ჩემი აზრით ხელოვნება უფრო რეალობის ასახვაა და არა გამომგონებლობა და კი, თუმცა მაინც შეკითხვების სფერო უფრო ჩემთვის ხელოვნება, იმიტომ რომ არ იძლევა ჩემთვის პირდაპირ პასუხებს, კი, უფრო ისეთია, უფრო ძიებისკენ და აღმოჩენებისკენ არის მიმართული, ვიდრე უშუალოდ პირდაპირ პასუხებისკენ, როგორც ხელოვნების ისტორიიდანაც ძირითადად ნამუშევრები რომ მოხსენდება, უფრო ყველა ნამუშევარი რას ფიქრობთ, მარიამ, თქვენი რაღაცა ნიშა, თქვენი ფორმა იპოვნეთ თუ ჯერ კიდევ ძიების პროცესში ხართ, რომ მარიამ როგორც მხატვარი და ხელოვანი ჩამოყალიბდეს, გულისხმობ რაღაც ინდივიდუალიზმი და ხელწერა. ხელწერას რაც შეეხება, ვფიქრობ, მუშაობის პროცესშია მაინც, იმიტომ რომ ბევრი ტექნიკა მაინტერესებს და თითქოს სულ ექსპერიმენტებია და არის რაღაც ერთი ხაზი, რომელსაც
ვიზუალურად გავყვები, მაინც ფიქრობ, რომ ჯერჯერობით ექსპერიმენტების პროცესი მაქვს და შემდეგ უკვე თვითონ ნამუშევრების შექმნის პროცესი ძალიან საინტერესო იქნება ალბათ რომ გითხრა მარიამ, იმიტომ რომ ზოგი კლასიკურ მუსიკას მიმართავს ხოლმე და მასთან ერთად ასე დუეტში იქნება ხოლმე ესა თუ ის ნამუშევარი. ეგ ყოველ შემთხვევაში როგორ ხდება თქვა, როდესაც ნამუშევარზე მუშაობ? მუსიკას უდიდესი გავლენა აქვს პროცესზე, თუნდაც კლასიკური მუსიკას უფრო ადრეულ პერიოდში ვუსმენდი, ეხლა დამაინტერესა უფრო ატმოსფერულ მუსიკამ საკმაოდ ფიქრობ, რომ საკმაოდ სხვა დამატებითი განზომილებები შეუძლია შემოიტანოს მუსიკას და ამიტომ ხშირად ვუსმენ ხოლმე ხატვის პროცესში. სივრცე სადაც გამოფენა შედგება, ახლა ამ სივრცეზე გითხარით, ხელოვნების სასახლეში იქნება. რამდენად საინტერესო თუმცა ეს სივრცე და რამდენად ქნის იმ განწყობას, რაც თქვენს გამოფენას მოუხდით. საკმაოდ საინტერესო სივრცეა, ჩემთვის განსაკუთრებული ადგილია ერთადერთი ასახლია, რომელიც მუზეუმია დიახ თბილისში და თვითონ ამ დანიშნულებითაც და კულტურული ფასეულობითაც ძალიან დამაინტერესა. გან შემიძლია მეც ვიყო ნაწილი ამ როგორც თანამედროვე ხელოვანი ამ განსაკუთრებული დიახ ვიზუალის გარედანაც ცეთი აქვს სასახლეების შეხედვა არაჩვეულებრივი შენობა. შიგნითაც საკმაოდ საინტერესო ინტერიერია. მაშინ როდესაც პარიზში სწავლობდით მარიამ, ანუ რა შეიძინეთ, იმიტომ რომ ახსენეთ რომ ბევრი რამ შეგძინათ, თქვათ იგივე ტექნიკური თვალსაზრისით უფრო მეტად დახვეწეთ თუ აი რა მოგცათ, ანუ რის ახმა უფრო მეტად შეგძინათ. ჩვენი სამხატვრო აკადემია საკმაოდ წინ არის ტექნიკური დიახ. იქ ტექნიკას არ ექცეოდა დიდად ყურადღება, იქ უფრო იდეურ და კონცეპტუალურ მხარეს ექცეოდა ნამუშევრების. თუმცა ვიტყოდი რომ უფრო განამტკიცა ის ცოდნა, რაც მქონდა აქ მიიღებული, მე ვფიქრობ რომ საკმაოდ წინ არის სამხატვრო აკადემია ისე არის როგორც ჩანს რომ აქ არაფერს გვასწავლიან ყოლაფერს კი და სულ უკვირდათ თუნდაც ტექნიკურად რომ ესე კარგად სადისწავლე ხატვა, იმიტომ რომ მე არ ვფიქრობ რომ ტექნიკურად ძალიან ძლიერი ვარ, მე ვფიქრობ ამაზე კიდევ მაქვს სამუშაო, თუმცა მათთან შედარებით საკმაოდ ჩვენი სკოლის დამსახურება. დიახ, ეს არის ჩვენი სკოლის დამსახურება და ესე თქვენ აპირებთ რომ მოგეთ ამ პროფესიაში იყოთ. დიახ. ძალიან კარგი. გეგმებით ამ ავკავშირდება ამას. საომოლო გეგმებთან დაკავშირებით გარდა ამ გამოფენისა კიდევ რაზე შეგვიძლია ვისაუბროთ მარიამ? რამდენიმე პროექტზე ვმუშაობ, ერთი პროექტი პარიზში მინდა ისევ რომ გავაკეთო. შარშან მქონდა ერთი გამოფენა კიდევ პარიზ არტ 2022-ის 3-ის ფარგლებში და წელს მინდა რომ კიდევ ამ მიმართულებით წავიდე და კიდევ ერთი მოწვევა მაქვს მილანიდან, იტალიიდან, Art Space გალერიიდან და ამ პროცესში ვარ და ჩვენი არიან მილანსა და პარიზი. პარიზში გამართულ გამოფენასთან დაკავშირებით რომ გითხრათ, თქვათ მათი ემოცია, მათი დამოკიდებულება, რას ექცეოდა უფრო მეტად ყურადღება და ნამუშევრები რა იყო წარდგენილი? გამოფენას გულისხმობთ. სამი ნამუშევარი მქონდა წარმოდგენილი, ერქვა პარალელური საზღვრები, უკრაინის ომის პერიოდს დაემთხვა ზუსტად ეს გამოფენას და რაღაცნაირად ამას გავუსვი. აზრი, თუმცა ძალიან სიმბოლურად მქონდა და არა ესე პირდაპირ წარმოდგენილი ეს მთლიანი ტრიპტიხი იყო, სამი ნამუშევარი იყო ერთად და მოეწონათ საკმაოდ, თუმცა ყოველას რაღაც ცოტა ეუცხოვა ეთქობს საუდნენ რომ ეს რას ნიშნავს. საკმაოდ საინტერესო ვიზუალია. კითხები რიბადებს კარგი, კითხები ინტერესი გამოიწვია. კითხვა ვაჩდება, ეგ არის ცოდით სწორედ. კი ბატონო, და შევახსენოთ კიდევ ერთხელ მსმენელს, როდის გაიხსნება ექსპოზიცია, სად, რომელსაც და რამდენ ხანს გასტანს და როდის შეიძლება. ექსპოზიცია გაიხსნება 17 იანვარს, 7 საათზე. ზეგ, დიახ, ოთხშაბათს. 7 საათზე გასტანს 10 დღე ხელოვნების სასახლეში. ასე რომ მებრძანე და ათვალიერე, ძალიან საინტერესოა. დიდი მადლობა თქვენასავე მოწვევისთვის. ახალგაზრდა მხატვარი მარიამ ოდიშვილი გახდა ჩვენი სტუმარი, რომელიც ებრძოდება გამოფენისთვის.